მე ვარ თეადარჩია, ადამიანი, დედა, მოცეკვავე, ცოლი, ცეკვის მასწავლებელი, კინომცოდნე და მედდა. მამა ჩემაში ამჩნია, რომ ბალეტს რო უყურებდი 4 წლის და 3 წლის ასაკში ტიროდი. ცრემლები მომდიოდა და მიხვდა, რომ რაღაცა ამბავია განსაკუთრებული და შემიყვანა ბალეტზე. რო ვიყავი 5 წლის. იური ზარეცკისთან. მერე შემიყვანეს სკოლაში რეხვიაშვილების სტუდიაში, ქართულ ცეკვაზე. იქ ვიცეკვე რამოდენიმე წელი, ვიმოგზაურე, ძალიან ბევრი კარგი რამ ვისწავლე მე მათთან. თუ თქვათ ქართულ ცეკვაში მტოვებთ მეთქი მშობლებს უთხარი, მაშინ სადაც ყველაზე კარგი იქ მიმიყვანეთ, და ყველაზე კარგი იყო არის და იქნება, რა თქმა უნდა, სუხიშვილების აკადემიური ანსამბლი და წამიყვანეს იქ გამსინჯეს. თვით ნინო რამიშვილმა გამსინჯა, ვიყავით 15 წლის და ეგრევე დამტოვა. ამის მერე იწყება ჩემი ძალიან ტკბილი, გემრიელი, საყვარელი ცხოვრება. 28 წელი დავყავი სუხიშვილების აკადემიურ ანსამბლში. ეხლა პენსიაში ვარ უკვე, მაგრამ ჩემი ქალიშვილი არაჩვეულებრივად ჩამენაცვლა. ჩემი ყველა შვილი ჩემ მუცელში 9 თვეც ეყვავს. არასოდეს არ მიფიქრია ჩემი შვილების ნაცვლად. მარიამის ფოტოშოუს. კი, პატარაობიდან ჩემ სტუდიაში ჩემთან ერთად ცეკვავდა, მაგრამ ის რომ ეს სერიოზული მისი მთლიანად მოიცავდა მის ცხოვრებას ცეკვა და ისეთივე ფანატურად შეყვარებული იქნებოდა ცეკვაში, როგორც მე ვიყავი და ვარ, არ მეგონა გულწრფელად რომ გითხრათ, იმიტომ რომ სულ ეჭვიანობდა ცეკვას. ივანა რას იზავს არ ვიცი, შეიძლება ეხლა გიждდება და უყვარს და მომავალში კიბერნეტიკა მოიგონდოს, რა ვიცი. ასე არა. ძირითადში დაკავებული ვარ ოჯახით და სტუდიით. სტუდიაში მუშაობ ბავშვებთან ერთად 4 წლიდან. ვიუს უსასრულობა, გოგონებს ვასწავლი და ქალებს მხოლოდ. რამე თუ ვთვლი, რომ ქალმა ქალს უნდა ასწავლოს ცეკვა და კაცმა კაცს, იმიტომ რომ ცეკვა ძალიან პირადული და ინტიმური რამ არის. არც თუ ისე ცუდი პედაგოგი ვარ, მე ქორეოგრაფი არა ვარ, ამას ხაზგასმით ვიძახი, მე ვარ კარგი მასწავლებელი ცეკვის, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა ცეკვის და რაც იმათ მასწავლეს, იმას ვასწავლი მე ჩემ ბავშვებსაც. ნინო რამიშვილის ეს საგანძური მოძრაობები მაქვს, ამოყრილი ფაილები, ტვინის ფაილებიდან და დაკუპაჟებული, რომ არ დამავიწყდეს მე თვითონ და არ დაივიწყოს არავინ. ამას ვასწავლი ბავშვებს, ჭაბუკიანის სასწავლებელიდან სახასიათო ესპანური, ბოშური, კლასიკური ცეკვებიდან, ამოკენკილი მოძრაობები, მიწებებული, მძიმული, დასხმული, კარგ მუსიკაზე დადებული, ეს არის მთელი ჩემი ქორეოგრაფია. ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და სიყვარული და ყველაზე დიდი გარდატეხა მაინც ახალი პროექტის ზეკარმა მომცა, იმიტომ რომ ეს იყო ცეკვა, რომელმაც გარდატეხა ქართული ქორეოგრაფია. ჯეირანი ითვლებოდეს ჩემ საკულტო ცეკვად და რა თქმა უნდა მე ვეთანხმები, რომ ეს იყო სრულიად სასწაული ფაქტი. თენგიზ სოფიშვილის დაბადების დღე იყო და რამოდენიმე მოცეკვავე ვიყავით თენგიზ სოფიშვილთან მასულები და იქ განაცხადა თენგიზ სოფიშვილმა, რომ უნდა აღდგინოთ ჯეირანი ახალი რედაქციით, ილიკო სოფიშვილი უმცროსი აღადგენდა ცეკვას, უთხრეს ნინო რამიშვილს და ნინო რამიშვილმა იკითხა აქტობითი პენსიაც და თენგიზ სოფიშვილმა უთხრა თეადარჩია და პატარა პაუზის მერე ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეს ფაქტი და ანას может. პირველად 50 წლის თავის იუბილეიზე ვიცეკვეთ ჯეირანი და მახსოვს ერთადერთი ცეკვა იყო იუბილეიზე ფილარმონიაში, რომელიც გამოცხადდა, რომ 25 წლის მერე ნინო რამიშვილის მერე პირველად შესრულდება ცეკვა, ლეგენდარული ცეკვა ჯეირანი და მე ვიდექი კულისებში, მიკანკალებდა ყველა უჯრედი თუ გამაჩნდა რამე და კრიჭა შემეკრა
ფეხები გამიშეშდა და მივხვდი რომ მე უბრალოდ თუ ვინმე წიხლს ანკრავდა სცენაზე ვერ გავიდოდი ისეთ თუ ვერ გავხდი და მე მახსოვს სერიოზული ოვაცია ქართველი ხალხის ერთადერთი რაც მოვახერხე გავიხედე მარჯვნივ და თენგიზ სულხიშვილი ინგა თევზაძესთან ერთად ხტოდნენ და გავიხედე მარცხნივ და ილიკო სულხიშვილი ნინო სულხიშვილთან ერთად ხტოდნენ რომ ქართველმა ერმა მიიღო ახალი რედაქციით ჯეილანი რომელიც იყო ტაბუდადებული ცეკვა ეხლა ვიტყვი იმას რაც არასოდეს არ მიდგამს მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი რომ ეცეკვა რამიშვილები და ილიკო სულხიშვილმა დადგა რამიშვილები როცა მე გავედი პენსიაში მე რო უყურებ მე ერთი კვირა არ მძინავს აწეული ვარ ჰაერში ისეთი დაძაბული მაქვს ყველა კუნთი რო უყურებ ტირი ცრემლები მომდის იმიტომ თითოეული მოძრაობა თითოეული ემოცია არის აი ძალიან ნაცნობი ძალიან ჩემი ძალიან ორგანული ჩემთვის მუსიკაზე ლაპარაკიც აღარ მინდა იმიტომ რომ აქვე ტირილს დავიწყებ ისე მოვწოდოს ყველაფერი კოსტიუმები სრულიად არაჩვეულებრივი აქ ახარ მთლიანად შეიძლება ითქვას შიშველი მეორე კანი გაცვია და ხარ ორგანული შერწყმული მუსიკასთან, განათებასთან, პლასტიკასთან, მოძრაობასთან, ემოციასთან. ეს არის სრულყოფილება. ის სრულყოფილება, რომელსაც მე მთელი ცხოვრება ვაცნობ. ცეკვა არის სხარტი აზროვნება, ცეკვა არის ტრიდე ხედვა, ცეკვა არის ადამიანისთვის აუცილებელი. რომ არა ცეკვა თეატრში არავინ არ იქნებოდა, არაფერი არ იქნებოდა. უბრალოდ არ ვიცი, ასე წარმოქმნაც არც მიფიქრია ამ თემაზე არასდროს.